გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა და დავიწყებთ დღევანდელ ჩვენ კაცებს სუპერ ინფორმაციით. ხო ვიწყებთ ამ სუპერ ინფორმაციით. დაიწყე სუპერი. მიყვარს გადაცემები, რომელსაც სუპერ ინფორმაციით. გერმანიაში. ოპა. იმართება, უხდება. რა გაიმართება, ნეტა ჩვენ ზღვას წავიდეთ. კაცები ლაივი. კაცები ლაივი. ქალაქ? რაღაცა შენს თქვი ახლა. არ ვიცი მე რა. ეს არ მიგყავდა. ეს არ წამოგწდა. თქვენ თუ მედიხართ რამე წამო. დიუსელდორფში, ქალაქ დიუსელდორფში იმართება კაცები ლაივი 12 ოქტომბერს. 12 ოქტომბერს იქნება. 16 საათსა და 00 წუთზე. და სად შეიძლება ლინკის ნახვა, სადაც ბილეთები იყიდება? აქ სად აქა? აქაც და ხო, აქაც. მათ გამოისახება. ხო, გერმანული პროგრამა იქნება გერმანიისთვის ადაპტირებული. მოკლედ, თუ გერმანიაში ხართ ახლო ამ დროს, იმიტომ რომ ეს არის ქალაქების კონგლომერატი, ახლოა კეოლნი, დორტმუნდი, ბონი, დედაქალაქი, ამსტერდამიც ახლოა. ამსტერდამიც. მოკლედ, ვინც აქ გარშემო ხართ, აქვე ხართ უნდა მეთქო ვეიქავე. და გიყვართ კაცები, მოგზანდით კაცები ლაივზე. არიქა შეიძინეთ ბილეთები, წესით უკვე დადებულია. ეხლა რო წერთ, არ ვიცი, მაგრამ ეთერში რო გავა დადებულია. ეთერში რო დადობილია? ეთერში რო გავა შეიძლება გაყიდულიც იყოს. დაიდვა. მოკლედ, აქ არის ლინკი და შეგიძლიათ შეხვიდეთ და იყიდოთ თვითონ ეს დარბაზი ხორციელებს გაყიდვებს. კი. თავიანთი საიტი აქვს, მოკლედ გერმანული წესები. გაყიდვებს. დარბაზივე ყიდის. რა არ მოგეწონა ჩემი ფორმული ხორციელი? არ მოეწონა. ხორციელი? თვითონ ხორცი არ მოგეწონა, ხო ამ წინ. ეს ქალაქი რატო გადაწყდა? დათო ცოტა რომ ისაუბრო ამზე. მე უთხრა, შენ რო არ შეგაწუხო. სიმართლე გითხრა, გადაწყდა ძალიან სპონტანურად, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი სოფო, რომელიც ცხოვრობს დუსელდორფში, თბილისში შემხვდა და უთხარი რომ გვინდა თუ გერმანიაში ვთქვა, ცოტა ხანში დამიკავშირდა დარბაზი ნაპოვნი კონდა. როგორ გააგებინებდა ხალხს მოფიქრებული კონდა. ერთადერთი სურათი გამომიგზავნეო თქვენო, რომ ჩავსვაო იმებშიო, რა ქვია. ქვაზე რო დავხატე. მას როგორ მოუხდებით? ეხლა დიუსელდორფში რო გაიარო, შევა აფიშებია ჩვენი გამოკრული? არა, აფიშები არ არის, მაგრამ ბანერებია და ქართულ რესტორნებში არის ისა ფლაიერები, ლიფლეტები, ფლაიერები და ადგილობრივ ჯგუფებში, სოციქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შენ ნელ-ნელა ვრცელდება თუ სწრაფად? ნელ-ნელა დოზირებულა. იცი რაზე დავფიქრი? ნუ თუ მოვა დრო, რომ ესეთივე გასვლითი იმითი ფოტოსინთეზით წავა. ფოტოსინთეზი აუცილებლად. ეხა რაკეტილია. ეგეთი დრო არა. ხო, ფოტოსინთეზისად. ხო, ბარემ იგივე დუსელდორფში ბარემ ლაივს თუ ატარებთ, ერთი ფოტოსინთეზით ჩაგვიტარეთ. არა, აი ცალკე ფოტოსინთეზი რო წავიდეს. ჩალკე ფოტოსინთეზი და საკაბა. ბარემ კაცებიც რო გავა. და შენი საკაბამდე. ჩემი საკაბა, ხო, ისაც ბორბლებზია, იავი მანქანას და წადისადაც გინდა. მოკლედ, იყიდეთ ბილეთები და გამოიწერეთ ფოტოსინთეზი. აი ეს ორი დავალება გაქვთ ამ კვირაში და აბა თქვენი და ბარემ ისიც ვთქვათ და თუ გადავწყვეტთ, რომ არ არის საჭირო, ვეძებთ გზებს, რომ ბერლინშიც ან ამსტერდამშიც ჩავატაროთ, რახან ჩამოსულები ვიქნებით, პატარა შეხვედრა ჩვენ მაყურებლებთ. ლაივი თქვი, პატარა შეხვედრაში იგულისხმება, რომ შეხვდები ხელს ჩამოართმევ და წახვალ. პატარა შეხვედრა, რომელსაც ლაივის ფორმა ექნება. არა, ხო. მოკლედ დუსელდორფი გადაწყდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია, თუ მანამდე მოვახერხეთ ან ბერლინში, ან ახლო რომელიმე ქალაქში, მაშინ იქაც წავიდე, დუსელდორფთან ახლოს იცის რა არის? რა? 7 ქალაქი ჩამოუთვალეთ, რომელიც არა, ქალაქი არის. არ გირჩევთ რომ მოусმინოთ. მიდი რა არის? შენ გაგიხარდე. კი, მითხარი? ნეანდერტალელი ადამიანი რა, სადაც აღმოაჩინე, ის სავდგი, ნეანდერტალი. ნეანდერტალი? ქალაქი? ქალაქი არა, ხეობაა რაღაც. ვა, მართლა მანდარი ეს ნეანდერტალი. აი, ხა წამსვლელი ხარ რა მართლა მანდარი. არა, მაგრამ ერთი დღე რო ავიღოთ, რომ
გიორგი შეეძლო სწავლიდეს და არც ის არ არის წამსვლელი. მოგვიყვეს რომ მოვა. იმის ცხოვრების ექსპერიენსი ხო ითით დავდება. წაიკითხა და განიცადა. მივიდა ნახა ეს ხარჯეულია. და ისა სასტუმრო ხომში წამოწვა და დაიძინა. განა კიდე ერთხელ გადაიკითხა. აუ ველოსიპედები ვიცი რა და წავიდეთ მე და ანუ მივედი ნახე დავამარცხე არა ამის არა გავიგე წავიკითხე წამოწილი ვარ. რინდა ის განვიცადე ისეთი გავიგე წავიკითხე განვიცადე ორივე რო ატრიალი ეკეთი ველოსიპედი წავიდე მაგაში მე შეიძლება იყო ერთ ბორბლიანი და მაღალი ესე რო უჭირავთ. წინა ბორბალო ძალიან დიდია. და მაგით დავიმტრევი და მე და სხვადასხვა მიუხედავად ვნახე მაგარი ველოსიპედი 6 კაცი იჯენ ოღონ ესე წრეზე დაწერე დადიოდნენ. მაგიდა ქონდა დაწერე დადიოდნენ ვერსად ვერ და ქეიფობდნენ. სვამდნენ და ეს ნეტლებს ატყერდნენ დადიოდნენ ეგეთი საჭეს ვინ მართავდა ნასვამი იყო? ერთ-ერთი არა, მე საჭე არ სვავთ. ერთ-ერთი არის ნუ ალკოჰოლო. ნიუსები დავიწყოთ. ვიცი, კაი, მე მითხარი. შემდეგზე ვილაპარაკ. მითხარი. აბა არ გინდათ და მე რა გავჭი. მიდი მოყევი ჩვენ გვინდა რა ვიცი მასალათ მაინც არ უნდა, კაი. ახალი ამბები ესეთია, მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს მიწერა წერილი, გაუგზავნა. სინანული გამოთქვა, რომ ამერიკა არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყება. ეს მე მახსოვს იმა ობამამ და პუტინმა რო გადატვირთეს. და გაუგზავნა უკვე ეს წერილი თუ სუფთა ფურცელი გაუგზავნა. რო აქედან დავიწყო. პირველი თქვენ დაწერეთო. სუფთა ფურცელი და თვითონ ფურცელი მაქო. მე ის გამახსენა. განათლების მინისტრს რომ წერდით ბავშვები რაღაცებს. გახსოვს? არა, მე მიზერია. მე რომ განათლების მინისტრი ვიყო და რაღაცებს თემებს მე ბებიას წერდი. რას წერდი ხოლმე შენ განათლების მინისტრი ვიყოს დროს? არაფერს ჭკვიანურს. არასდროს არ მინდოდა განათლების ჭკვიანურებს არც ეხლა წერ მან და მას და მაშინ რას წერდი გითხარი. უარესე. ეხლა გამოკეთებული რა მაინტერესებს ლექსად მიწერა ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყნიდან ვართ და ლექსად უნდა მიგვეწერა ტრამპს უყვარს ლექსები ძალიან მაგრამ თარგმანში რამე არ დაიკარგოს რითმა თუ ამოვარდა კარგი ხო მან მე რო სოფელში ვიყავი და დედაჩემს წერილს უგზავნით იმას ხელს ხატავდი ხოლმე. ხო. ეგ გააკეთა ნეტა? კი, და ბეჭედს არ ხატავდი ზე. ბეჭედი არა, საათს. ანუ მაგიანა ხატავდი, აქ არ თავდებოდა რა ესე. აი აქ თავდებოდა და საათიც მქონდა. ეხლა მაინტერესებს ტრამპი რომ მიიღებს ამ წერილს გაეხარდება. ჯერ გააჩნია რითი გაუგზავნა. ხო. იმით პოსტით. DHL. პოსტით ხო, გააგზავნა. მგონია რომ ის არ უპასუხებს და ეს მე კიდე მიწეს წერილს. პასუხი არ არის ტომ, რაღაც ესეთი იმით დაიწყებოდა როგორ? ტომ, მან ტომ არის ჯერ, ტომ, პასუხი არის. კიდე ის მეშინია, იცი, ისეთი რამე არ უპასუხოს, რომ ამანი ფიქრობს ნეტას საერთოდ არ მიმეწერაო. მე მგონია იციან რომ არ იქნება კაი პასუხი. წერილის მე არის ესეთივე წერილი მოაყოლეს ამჯერად თავიანთი ექსპერტის, რომ ტრამპი უკვე ის არისო, deep state-ი მართავს ტრამპსო, რომ უკვე და ეგ თვითონ ტრამპს მიწერეს თუ ეხა უკვე deep state-ს. ხა თავის ხალხს მე თავის ამომრჩენს. უბრალოდ წერილი დაწერეს და გამოაქვეყნეს. ხო, რომ მზად იყავითო, რომ ტრამპი კარგს არაფერს არ იტყვის ყაველაშვილს. შემდეგი ახალი ამბავი, დასავლეთ საქართველოში თხილის ხმობის პროცესი გრძელდება. როგორც ბიზნეს პრეს ნიუს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განუცხადა, ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობა გამოწვეულია სავი და რაღაცა დაავადებით, რა რაღაცა ბაქტერიული სიდამწვრე, ბაქტერიული კიბო და ბაქტერიული რაღაცა. ვაუ, საშინელებაა, ძლივს ეს ხილი რაღაცა დაფასთა მეგონა და თხილი. თქვენ ხილი გაიგეთ, ხო? ეთყობა ის ჭამა მოგინდა. ანუ თქვენი სმენა თს ყლაპავს, ხო? ან შენ გაკრებილით? იმიტომ რომ ორივე რო ყლაპავდეს თან. ხო და პირველი წინადადება ისე წაიკითხა კაი ნიუსი მეკონა თავი. მიდი კაი მეორე. დასავლეთ საქართველოს თხილის ხმობის პროცესი გრძელდება, რატო? ხო. თხილის ხმობა მეგონა რომ უნდა გამოახმო. როაში რომელი პროცესი ნედილი თხილი რო არ გაყიდა.
მერეც ეგრე გძავდა, როგორც ბიზნეს პრეს ნიუს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჯერ საკაიფო განუცხადა რომ ამას ფულია გადახდა. ლაბორატორიული კვლევები დადგინდა, რომ მაღალი ხარისხი ესეც შეიძლება და ბოლოს დაგვერხა. დათო თხილი მოგიკრეფავს. რა თქმა უნდა. მომიკრეფავ ჩემი უხეშად თუ მომიპარავს ხვისი თხილი კი მე ძალიან მიყვარს ახალი მოკრეფილი ნედლი როცა აი ძალიან არ მაგარია. აი მინდა რომ იმწვალინა რომ ამოაგდებ. ესე კრეფტი თუ ჯერ ერთხავდი და მე გძირით. არა ეს ერთხელ უკვე იმას და მორჩება დამწიფობას. კრეფტი. აბა მყوخეთ თხილი გინდა. არა, ის კაი ხანი შენ ახლა არ გექნება ნანახი და ქვემოდან იწყებს გაყავისფერებას და სანამ სულ ბოლომდე ამოვა, მანამდეც გემრიელი საჭმელია ძალიან. მე მანამდე მიყვარს სანამ თეთრია. თხილი მქონდა სოფელში. ხონდა, მაგრამ შენ არა გაქვს ნანახი, თორე ხონდა, არ ხონდა თქო ხო. მოგიკრეფია და ახალი თხილი. მართლა? და ნორმალური ეს ის კი არ არის რომ მარტო ნორმალური ბავშვი. თავიდან როდი რა მომენტში გაგექცა სადღაც აიჭრა რა. პატარა უბანი მქონდა ეზოში თხილის. არა, ჩვენ მქონდა მთელი ეზოს გარშემო ესე თხილები. და ზღარბები ცხოვრობდნენ. თხილებში? ხო. ხო ჩვენ თონეში ცხოვრობს სამი პატარა ზღარბი, იცი? დედამისიც ალბათ იქ არის. პატარები საათ თონეში. თონეში კი არა, ბოდის საკაბაბის ეზოში. და საღამოს გამოდიან. თუდად არის. ჩვენი ერთად კაბაბის მაგერად შოთის ტური თუ გამოაგორა. ისა დედას დათოს მოუხდება ის. ჩემი ძმის ლავაში. ლაპადი ძმის. არი ბრენდი მოიფიქრა. ეგ შეგიძლია რომ ის გახადო რა. ხო, ქსელი. ჩემი ძმის მაკარონი. ჩემი ძმის ბადრიჯანი, ჩემი ძმის მაკარონი. კონგლომერატი. ჩემი ძმის კოკაინი. მულტიმედიური. და ეს შეიძლება ახლა მორჩება. არ ვიცი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისთვის მიხედავენ რა. ლაბორატორია. ზღარბები რა შვებიან კაცო მაგაზე. ამას უხდება. არაფერი პატარები არიან და იქ დადიან. ამას უხდება რა იცი ეს დაავადება. ნიკო პურს აჭმევს. ზღარბი თუ პურს ჩამდა არ მეგონა. კარაქიანს თუ ისე? არა ისე. კაბაბი არ გიცდიათ? არა, კაბაბი ენანება. კაბაბი არ ხრჩება ხოლმე რომ ზღარბებს ვაჭამოთ და პურს ვაჭმევ ნიკო მითხრა. ანუ იმ რაშიც ზღარბი ძალიან კარგი. ლავაშს. კეთილი ცხოველია ზღარბი რა. მე მიიწოდეს ძაღლიც აღარ დაგჭირდება რა. ხო. ხეფა და ღრენ. ხო, ახლა შემდეგი ახალი ამბავი. წაგდებოდეს როხაც არ დაგჭირდა. და ისა რა ქვია? სკვერცხები ყურებს რა. მეორე ტვირთის გადატანა რომ შეეძლოს. ხენი და ვიღი. შენი ძმისშვილიც არ დაგჭირდა. ჩიკარა. ერთი ორი ტონა რო იზრდებოდეს კაბაბისთვის ხორცის ხითა. ან თვითონ რო კაბაბს აკეთებდეს, მე კაბაბესაც გავუშვებ. ზღარბები იმუშავებს. საწყალი ზღარბი რა იმედები სამყარო. პატარა ზღარბი. ანუ შემდეგი ახალი ამბავი არის დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა რომ ვლადიმერ პუტინზე საინტერესო რაღაც გავიგეო და რამოდენიმე დღეში გეტყვითო ძალიან ცუდად არის ამი. ბიჭო რა დაირი კაცი. ძალიან ცუდად არის ჭორიკანა. ჭორიკანაც არის და იმ მომენტში რატო არ თქვა თვითონაც დაავიწყდა. არა, იმიტომ არ თქვა რომ ჭორიკანა არ არის. ზუსტად რო გაიგე. და რამდენიმე დღეში გახდება ჭორიკანა? ხო. თუ აწველებს იმ ამბავს. რაღაცა დეტალი არ იცის. ხო და დადგენა უნდა რა. რო ჩაეკითხოს ვიღაცა და ვერ უთხრას. ხო. მაგალითად ძალიან ფართი შარვალი ეცვა პუტინს. რო კითხო რამდენად ფართი ხო? გაიჭედე. სამკუთხედი ტროსეკი აცვია. ხო, რაღაც. და ხარ გადამოწმების პროცესი, ტყუილი არ მათქმევიოთ. რა შეიძლება რა ხა იცოდეს ამან პუტინზე რასაც თან იტყვის. დავიჯერო გაიგო რო კასპელია. ეგ რო თქვას ახლა. რამდენიმე დღეში. პუტინი კასპელია. ისევ პუტინის თემა გავაგრძელოთ სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა უკვდავებაზე ილაპარაკეს პეკინში გამართული ამ სამიტის მერე იყო დიდი აღლუმი სამხედრო. შემდეგ შეხედაზე უკვე პოეზია და მუსიკა დარჩა დგას. ხო და პუტინმა სერიალები. სი ძინპინი იძახდა თანამედროვე მედიცინა ისეთ მაღალ დონეზეა რომ მალე ადამიანი 150 წლამდე შეძლებს ცხოვრებას და პუტინმა თქვა ეგ კი არა უკვდავიც იქნებაო.
ძირითადად ლაპარაკი იყო ორგანოებზე, რომლებიც გადანერგოში. ხო, მაგრამ ეს შეუულიათ თავისივე უჯრედებიდან გაზრდა და შემდეგ გადანერგვა რა, რომ ადვილად მიიღოს ორგანიზმმა და ესე ადამიანს შეიძლება რომ 150 წელი სულ ამ თემამდე როგორ მივიდნენ? ამან კითხა რომ ღვიძლი როგორ გაქვს ისე შენ რო გადავინერგე იმას სად დაითრიე? შინელს დაუწყია. ჩინელს დაუწყია? თან რა მაგარი ორი კაცი ლაპარაკობს, ერთი არის 25 წელია პრეზიდენტია და მეორე ცოტა მეტი. ეგენ ლაპარაკობენ უკდავებას. და მაგარი მიყვება გვერდზე კიდე ლუკაშენკო. ლუკაშენკო კი არა, ეგერის მიყვება ჩრდილოეთ კორეის. აგე? ო, ჯიგარი. ის საერთოდ 80 წელია მაგათი ოჯახი არის იმაში. ის დინასტიაა. ის და არის მაგის ხო უკან რომ მოყვება ყველაზე გავლენიანი ადამიანი. და თუ შვილი. და მაგის და არის ყველაზე გავლენიანი. რომელია იცი გახსოვს ისა? ადრე ნიუსი ქონდა საფერფლითოდას და მატარებელი რო გაჩერდა და საფერფლითო. ხომ ეგ სახეზეც იქნებს სხვა თარჯიმანი ან ძახალი ან სახალი. ნათელმირო. რა იცი. ნათელმირონი უხდა. მოყვარე. ის ვიც მოყვასი. ის ვიცანი. კიდე იცანი თუნე ამ ფოტოს. ბიჭო, აი უკან უცნაური კუდით არის მაგარი კაცი. სოხაევი არის ჭაღარა. და დაზუმე თუ კაც რა. ცისფერ ჰალსტუხიანი მარცხნივ. ყაზახეთის პრეზიდენტი კი. ხო. ხო. უკან ნახე ის მაგარი კუდიანი კაცი რო არის, წითელი ხალხი რო. კი, ჯიგარი. ხუთიანი კაცი უსახედა, რომელი ხალხის პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრი. ხო და ისე აგე ალიევი. ინდონეზიის ან ფილიპინების. აშინიანიც უნდა იყოს აქ სადღაც. ალიევი ხო, უკან. აშინიევი არის და ალიევი იყო მე. ეს რა ივენთი არის? ეს იყო კორპორატიული პრეზიდენტების კორპორატიული. ჩინეთის კორპორატიულია. მათაც ხო მოიგეს, იაპონია ხო მოიგერიეს და მაგის კორპორატიული. ეს იყო ახლა კორპორატიული. მაგუბი და კორპორატიული. კაი, შემდეგი ამბავი არის ისრაელის ბლოკადის გასარღვევად ღაზის სექტორისკენ დაძრული ფლოტილია, ესეც ეგრე იწყება რა დაახლოებით. ქარიშხლის გამო ბარსელონის პორტში დაბრუნდა. 31 აგვისტოს ბარსელონიდან გასულან ნავები, სადაც ჰუმანიტარული დახმარება მიქონდა და ეტყვა ამოვარდა შტორმი და ნავები იყო. ერთ-ერთ ნავზე შვედი აქტივისტი გრეტა ჩვენთანაც რო იყო. ტუნბერგი ტუნადან მოდის მარიოში რაღაცა შეჩავარდებოდი თუ რაღაც ტუნა ქევის რო ჩადიოდი რა. ტუნ ხო იცის აი რაც განუცდია ეს საკითხული არ აქვს ეს უკვე ხო, ეს ემოციებია. ტუნა. ხედა რას? ბუნება შეუტრიალდა უკან ეს ხო ბუნების დამცველი და ბუნებამ არ გაუშვა შეიძლება გადაარჩინა. ხო ეგ უნდა მეტყვი. ეგ გადაარჩინო დაიცვა. მოდიო შენ ბარსელონაში იყავიო და იმათ მე მივხედავ ბუნებამ. ანუ ეს ნავები წავიდნენ, ვერ ჩააღწიეს, დატრიალდნენ წამოვიდნენ. ხო. როგორც ჩანს არ არის დიდი ისეთი გემები რომლებიც შტორმს ადვილად გაუმგავდებიან. იმას გავს რამდენიმე ჩაეწირათ მე მგონი გზაში. ამბავიც და ბუნების საქციელს გავს ძველი მითოლოგიაში რო ხდებოდა რაღაცა მიწა და ვიღაც გადასარჩენა და ქარიშხალი ამოვარდა და არტას რო შეუუტიეს თუ საბერძნეთს და დიდი ქარიშხალი რო იყო და რომ ნახევარი ჯარი რო ჩაძირა. არა ირანის ჯარი და არა მარტო ყველა მითში ეგ არა ეგ გამახსენდა ეხა მაპატიეს რომ სხვა მითები არ გამახსენდა. ვარდა და გარეკა სადღაც 300 სპარტელში რო არის? ხო, რაღა ერთ-ერთ იმაზე დიდი ქარიშხალი იყო რა. ნახევარი ფლოტი განადგურდა. მაშინ ვარ ქონათ ის აკუედერიან ყრდნო. ნახულობთ მაგარი არის. მოდი იქით კვირაში წავიდეთ. ამას ეხლა წოდია მილე. ხო, არა, და მერცხალი იყო რა, მერცხალმა გადაიბრნა ესე კაი. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. სანამ კიდე ბევრი გვილაპარაკია სისულელეები. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე, ტრადიციულად სტუმრის ნაწილი გვაქვს ხოლმე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია შეფი ალექსი ნათაძე. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ახართ? ალექსი მასწ. Yes. ჩემი ის არის. სენსეი. ხო, ეგ უნდა მეთქვა. რა გასწავლო?
ხაბაბის ამბავში და ხაბაბის ამბავში ალექსი არის არ უჯერებენ თორე ჰა ბიჭო ეს უბრალო ის კი არ არის რა ქვია მზარეული და შეფი არის 100 რესტორნის შეფი ერთდროულად რაც ჩვენ ღამღამობით საქაბაბეზე გვაქვს ნაჭურავები 17 წელია მუშაობ ამ სფეროში ყველაფერზე შეგიძლია გითხრათ 15 წელია ამ 17 საერთოდ რაც დავიწყე უკვე თვითონ სამსახურის თემა ბავშვი რითი დაიწყე 15 წლის ვიყავი და დავიწყე პირველად თუ ქალის ფეხსაცმლის სამკერვალო იყო ესეთი და მაგ თვლი რომ ამ სფეროში ხარ და დავიწყე პირველად მაგით და ძალიან ისეთი სამსახური იყო რთული არა ჩვენ კი იქ უგვეცნებოდა დამწოვი არ იყო წებოსუნზე სულ კარგად ვიყავით მე რომ მივხვდი რომ სახშიც უმეცნებოდა ვიხდი რომ უნდა წამოვიდე ვიხდი რომ სასაცილოდ აღარ სულ მეცნებოდა უკვე და წამოვედი მანდედან მე ხან მშენებლობა იყო ხან საბითო მაღაზიის მუშა იყო მოგაწე გრძელი ისტორიები არის ესე ცოტა და მე უცებ მოხდა ესეთი რაღაც მოხდა რომ აღმოჩნდი თურქეთში რა და თურქეთში სასტუმროში დავიწყე პირველად მუშაობა აი ბელბოი რო არის ჩემბოდემს რო ატარებს და დავიწყე ბელბოიად მუშაობა მე ბელბოიად მომწყიდა ჯერ კაბაბი არ გამოჩნდა არა ჯერ კაბაბი კაბაბი არ არის რა სამზოლში ხა ჩავდივარ ხო მიდი ხო და ბელბოი გაგვატარე რა ბელბოი უარეს დავძრები ამ სასტუმროში ყველგან და შემთხვევით მოხდი სამზარეულოში მუთფაკ ხო და დავინახე აი მაგ დროს ხა ბავშვური იცი რა თვალებით აი ესეთი დიდი ტიპი იყო ესეთ ცილინდრი ეფარა მე რომ აფარია ხოლმე და აი რაღაცნაირად ისე ხმამაღლად იქ ლაპარაკობდა და აი ყველა როგორი ცუციკებივით იყვნენ ცია ესე და აი თვალები გამინაცდა რომ აი ეს უნდა გამოვიდე აი ეს უნდა ვიყო მე რა მე იმდენი იქ ტვინი ბურგერო რაღაცნაირად მოხდი და დავიწყე სტუარდში ანუ მანამდე არც პოლიციელი არც პოლიტიკოსი მამა ჩემი პოლიციელი იყო რაც მე მაქვს ნანახი აი ეს რაღაცა ისეთი დიდი ადამიანი იყო რა მსუქანი რაღაცა და ნუ ეხლა ნელ-ნელა ყველაფერთ ვემგვანები ადამიანს თურქული არ ვიცი მარტო ხო და ისეთი იყო რა ეც რო იტყო და იქ ზანზარებდა მე ზანზარებდი მაგათან ერთად და მე მოვხვდი მას არა შენ ზანზარი არ გიველებოდა ბელბოი არანაირად მე უფრო ზარზე მივდიოდი ხოლმე და მე ისევ ქენი რომ იქ მოვხვდი ჭურჭლის სამრეცხაოში და უკვე ჩავთვალე აი იმ პერიოდიდან სამზარეულოს ტერიტორიიდან უკვე აღარც გამოსულ ვარ რა მე ჩამოვედი აქ დავიწყე სასტუმროში მუშაობა ისევ სამზარეულოში ოღონდ ისევ დამლაგებლად სტუარდად და მე უკვე საბოლოოდ მივხვდი რომ ეს თურმე ჩემია რა და ამის გარდა არაფერი არ მინდა და ზუსტად 18 წელმა მომიკაკუნა და ეგრევე გავიქეცი იმაში რა ქვია ისნის სამგორის გამგეობაში ჯარში წამიყვანეთ მეთქი უთხარი რომ ჯარი მომეშორებინა რომ მე კარიერას ხელი აღარ შეეშალა წავედი ჯარში ზარეულად არა იქ სიკოს მეტაური იყო მუსიკალურ ბატალიონს ეს ორი თებში მეჭირა ესე აღუმზარო გამოდიან მე ჯარი მორჩნაღას და მე დავიწყე უკვე სამზარეულოში მუშაობა და აი სამზარეულოში მუშაობა რომ დავიწყე და რომ ხედავდი ამ ყველაფერს და რაღაცა ძალიან უკვე სიამოვნება მაგრამ ეს იცი ჩქარი დაჭრა ეგ მაგრამ პირველი ის როგორ იყო იცი აი პირველად რო შევედი ამ თემაში 25 კილო მოვიმატე იმიტომ რომ უცხო რაღაცები ხო იყო მორაგულ საზამთროს ვაყოლებდი კოვასანსებას ვაყოლებდი და სულ ცდილობდი რომ საკონდიტოროსთან ახლოს ყოფილიყავი საუზმიდან რაც რჩებოდა ის დონატები და რაღაცეები ყველაფერს ნაგვის მაგივრად მე მივხედავ და გავედი სისქეში და ნელ-ნელა მე 25 კილო მოიმატე ნახევარ წელიწადში სულ ჩაცომებული ვიყავი, მაგრამ ღირდა. ისე კარგად გახსენდება. არა, საერთოდ არ უნდა ნო პარცეთ კილომეტრი რამდენი მოიკელი. რო ამოგივიდა ხელში. არა, ცოტა მოვიკელი, მაგრამ იმის მერე სტანდარტულად ეს პროფესიული აღნაგობა მაქვს. დათო, შენ ხო არ შეფის პრესი ხა საკაბაბეში. ბიჭო მე პირიქით ჯარში რო ვიყავ მზარეული იქაც დავიკელი არა საქაბაბეში ხომ არ ბიჭო იმიტომ რომ როცა საქაბაბეში მუშაობს და ისე წამოწოლილია და მაგიტო არის საქაბაბე დავიკელი და გამოვხმი ძალიან ცხელა იქ და ხო რაღაცა ჭირივით სიცხე საშნელი სიცხე არის მართალია ხო გამოიშრა აი სიცხეს ასწავლე ადამიანი იტანს მაგას არაფერი არ შეიძლება მე აგერ თანდაყოლილი მაქვს უკვე სიცხე სუმცხელა სუ
ყველგან ვიხუთები უკვე, ანუ ეგ ვერაფერს ვერ უშველის მაგას. რა კერძი არის ყველაზე ძალიან რო გეზარება გაკეთება? სიმართლე გითხრა უკვე ეგეთი აღარაფერი აღარ არის. მაშინ ყველაზე ძალიან რო გეხალისება. არც ერთ აღარ მეხალისება და არც ერთი არ მიყვარს ჩვეულებრივად ჩვევაში. ჩვეულებრივი რამ არის უკვე. ხო, არ არის რამე რო დიდი ხანი უნდა და რაღაც. არა, უნდა, მაგრამ მაგას თავის პროცესი აქვს, აი რიტუალივით არის რა, არის რაღაცა ბულიონები, რომელსაც 2 დღე უნდა და იმ 2 დღის მანძილზე პროცესებია. და იმ ბულიონის დროით შენც ეგრე ცხოვრობ, როგორც ის ბულიონი. ის რომ მაგი ბულიონს ჭირდება რა. ბულიონთან ერთად ხარ რიტმში, ასე ვთქვათ. მაშინ ეგ ის არის რა, ესეთ შეკითხვა. ყველაზე პოპულარული კერძი რა არის? ყველაზე მეტი რა იყიდება მოთხოვნა საქართველოში? Free. ხო, ეხა ისე ყველაზე მეტი ეგ იყიდება. მეორე ადგილზე ცეზარი იქნება სავარაუდოდ. რაც ძალიან მე მაჟრიალებს ხოლმე ეს ხინკალი და აჭარული ხაჭაპური და ეგენი ათეული. ხო, მე რასაც უყურებ ძალიან ბევრი აი ეს ორი პოზიცია, ну ხინკალი და ისინი თავის თავად არის, მაგრამ ეს არის აი არ ვიცი, ჩვეულებრივად ის. ისე ყველაფერს ახლა. ხო, ანუ ძალიან ვერაფერი წინ ვერ დაუდო. ვერაფერი, ვერც გამოიგონეს რამე ალტერნატივა. ეხლა რა მაინტერესებს. ნახე, რაღაცე აი მე მაგალითად არ მიყვარს თევზი. ამიტომ თევზს ვერ გავაკეთებდი. რამე არის რაც არ გიყვარს აი საჭმელად და შესაბამისად იმის გაკეთება რაღაც ცოტა თევზი არ გიყვარს და ვერ გავაკეთებდიო. არ გიყვარს და ვიცი მაგრამ თევზაო. არა, ყველაფერს არ არსებობს რა. შეიძლება არ მომწონდეს. არ მიყვარს უფრო ისე, შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ მე სხვას მოსწონს, აი შენ მოგწონს, რაც მე არ მომწონს მაგალითად. და ჩემი ვალდებულება იმ გემოზე დავსვარო, შენ მოგეწონოს. და მე ჩემში ნაპოვნი მაქვს ის, რომ მე როცა რაღაცა მომწონს, უკვე უმეტესობას მოსწონს ხოლმე რა. თუნდაც ჩემს საჭმელს უმეტესად არც მარილს არავინ არ უმატებს, არც პილპილს არ უმატებს, რაღაცა ის დაჭერილი მაქვს ბალანსი. რაც იდეაში მე მივხვდი, ესე გამოცდილებით მოდის სავარაუდოდ ეგ ყველაფერი რა. მაგრამ არის რაღაცები რომ არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. აი ცხვარი არ მიყვარს მაგალითად არ შემილია ცხვარი აი ცხვარს ვერ შევჭამ მაგრამ ცხვარის კერძები ვიცი 1000-ნაირი და ყველა ძალიან კარგი გამოდის მაგრამ იმ დროს დავსინჯა აია ბიჭო ნუ მე დიდად მოყვარული არა ვარ ცხვარს არ ჭამ ბიჭო მაგრამ ვაკეთებ გავიმართე თევზს რა ვჭამ არაფერი მინუსი და ცხვარს არ ჭამ მაგრამ ცხვრის კერძებს ვაკეთებ რა ხას ხა კამეჩი კამეჩი ხასო კამეჩი სხვა ეგზოტიკურ ცხოველებს ჭამ ხო და აი მიწევს რა და ჩემს დაროლებსაც მაგას ვეუბნები ანუ შეიძლება რაღაცა არ მოგწონს რაღაცას ვერ ჭამ მაგრამ უნდა გააკეთო უნდა გასინჯო გემოზე უნდა დასვა პროფესია ჩვეულებრივი რა ის მე ამას არა ეს მე არ მომწონს და ამას ვერ გავაკეთებ მაწუნის პანაკოტა ეგრე არის კარგი ეხლა შენ ხო დადიხარ ბევრ ქვეყანაში გაქვს რაღაცები ნაჭამი აი რა ეხლა საიდან ჩამოხვედი? საიდან არა ეს ონლაინ გავაკეთე ონლაინ იქ არ ყოფილა ეხლა გერმანიაში მიდის შეიძლება ჩვენ რო ვიყიდე ყირგიზეთში გააკეთო რაღაცა ისა რესტორნის ხო ყირგიზებს რა მოწონთ არ ვიცი ქართულს აკეთებენ იქაც და ქართული ხო მაგრამ რამე არის რომ დაუშვოთ აჭარული ძალიან მევასებად მე რაც ველაპარაკე ქათამი არ უყვართ არა ყველაფერს ჭამენ აი ეგრე იყო ზუსტად მეთქი რას ჭამთ რას არ ჭამთ რო ვიცოდე იქ მაცურები გავანაწილო სექციები არა ყველაფერს ჭამთო ჩვენო თქვენ აგაშინა ღმერთოთ ცხვარსაც ჭამენ ცხვარსაც ჭამენ ცხენსაც ჭამენ აქლებსაც ჭამენ ყველაფერს ჭამენ ვინც უნდა იქცევა იმასაც ჭამენ ეხლა გვეცხარი დათო როგორი დამჯერია სხვათა შორის კაი მოსწავლე არის იმიტომაც ასეთი პოპულარული საქაბაბო ერთ საკითხზე ორჯერ არ დამირეკავს თუ რა თქმა უნდა თვითნებობა ხო არა ხასიათი 6 ჯერ გითხარი ესა და მე ისეთ გადაჭრით ვეუბნები ხოლმე რაღაცებს რომ იქ გამაც აზრი აღარ აქვს და თან ბიჭო აი ყველაფერი იცი წარმოუდგება ხოლმე ის თურქი შეფი რა აზაზარი ვიდეოთი ურეკავს თუ ეს საწმენდის საშუალებებიდან ქიმიიდან დაწყებული პროდუქტებამდე და კადრი აი ვაფშე ყველაფერი იცის კითხვა არ დამბადებია რომ დაიწყო რა ქვია თეფშის რეცხვიდან დაიწყო და თან აქ ძალიან ბევრი სამზარეულო სხვადასხვანაირი თან თავისი დაწყობილი და ყველაფერი ჭანჭიკებამდე იცის რა ზარბზე რა ქნას არ მიაქციოს ყურადღება თუ რა ღონისძიება გადა აი მე თუ მაგალითად ჯერ შენ მეზობლად ხო ვიყიდეს ახლა აი მე თუ აი უნდა მუსოთ რითინას თუ რამეს მოუხერხებ მე ვნახოთ ზღარბზე რა შეიძლება თრითინა ყავს კი არა ეგ არის ყველაზე აფერისტი
თრითინა რა არის? სინდიოფალა. სინდიოფალა. ეს არის გვეკაიფება. მე გასწავლე. თელო ეხლა რა თქმა კვერცხი შეუწიო და რაღაცა იმას გენიო. მე გეტყვი კაცო. რა. იღებ თხილის ნაჭუჭს. ეგ სისულელო. ჩაასხა მრძეს. გვეჯღანება ფანჯრიდან. თვითონ შენლოცვის ტექსტი არ მახსოვს. არა, კაკალი ვიცი. კაკალი, ხო. ნიგოზე უნდა მეთქვა, ბოდი, ნიგოზე თურია ეს, ამიტომ ნიგოზი. და ამ შელოცვით მიდიხარ და გაგაქ ეს კაკალი, ნიგოზი ჩასხმული რძით ეზოდან და სადღაც დგამ. ეს ადგილი არ ვიცი სპეციფიური უნდა იყოს რაღაცა და არაფერი შელოცვა არ იცის ადგილი. ადიან თრითინა. აა, გეუნები ახლა ბებიაჩანი ტყუილს ხوارით ხო. თაობების ამბავია. და არ ბრუნდება? ინტერნეტში კი არ წამოიღე. არ ბრუნდება? არ ბრუნდება და რა ხარჯი გაქვს. მეორე კაკალი და კიდე 10 გრამი. ეხლა სხვა კაკალი. მოდამდები არ ამ კაკლი დარწით. ახლა გაიყოლე. 10 წუთი ამბავია. სხვა რა მეთოდი გაქვს, ალტერნატივა რა გაქვს. ეხლა ბოლოს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დაუმეგობრდეთ და იქნებ პირადად დავისვათ და დაველაპარაკოთ რომ იქნებ სადმე ბინა უკი. არ არის ეს. არა. სხვათა შორის მე გამიგია რომ ისა. და სათხარ ბოლოს სართულზე ხარ? ძალიან ძლიერი. არ გამოდის. ბოლოს სართულზე ხარ? კი, ბოლოს სართულზე კერძო სახლი და სახურავში ზის. და იქ დიჟე სახურავიდან რამეს გიშლით იქ რო არის? მე აღარ მიშლის უკვე მივეჩვი მე შევეგო რას გიშლის? ჩვენ ეგრე ჩვენ სოფელში დადის არა, დადის ბიჭო ხამი და ჩვენ ყავდა და რა, აი რო დადის რა. ხმა? კაკალს აგურავებს. კაკალს აგურავებს, კი. ისი ბოულინგს თამაშობს იქ რა. აი კრეშება. აღსრულების ბიუროს რომ იმართო. და განსახიებაზე. აი კაია. ამას ამილარ ძეს და ხილს ჯობია. ჯადოქარი რო ძე და თხილით აგე. კაკალი. ხო და ეგ აღსრულება მოდის კაკლით წერს. ეგრე კაკა. სხვა მეთოდი არ არის. სამე არის კიდე რამე ქიმიური საშუალება რომ შეუგდო რომ მოკვდეს და ევაკუატორით რო წაიყვანოთ. არა, თან ვიკვირდით რა ეხა ხან ინტერნეტში ხან რაღაცა და მეთქი ცოტა ხანი დაველოდოთ თავის მოკვდება და 60 წელს ცხოვრობს. მე გამიტანე იქიდან და ის კიდე იქ დამწუხრებული იჯდება იქ. უარეს გეტყვი. 60 წელს ხო ცხოვრობს და მრავლდება. და რამდენი წლის არის ეგეც არ არ ვიცი. ვიცი მე პირადობა ვერ ვიპოვე. იქნება 55 წელი. იქ რო გავიდა 59 შენ. რო წავიდა იქ უჯრებში ვიქექე მაგასთან არაფერი არ იყო. შვილებაში ყიდეს ისა. და ბუნებრივი მტერი რა ყავს სინდიოფალას? არ ვიცი. ჯერ ეგრე ვერ აი, რა კობრა რო გაუშვალი და არა, მაგაზიზებს ინდიოპალა ჯობი. იყვესი მე არ ვიცი. კობრა რითია კარგი ახლა. თაგვები არ გეყოლა. ანაკონდა. ზაფხულში თუ მოასწრებ სინდიოფალა შეჭმა, ზამთარში თვითონ გაიყიდ. თან გადაუბრა იცი. და ესე ძელხვივით გამოიყენება. გადაუბრა იცი თაგვებიც არიან ასე თუ ის ტყე არის და თაგვები მინდვრის კი არა ტყის თაგვი არ ვიცი როგორი თაგვია. თაგვები არიან და ხან საწამლავი დაოდეთ ხან რა დაოდეთ და გვირჩიეს რაღაც არის ესე მიწაში ჩაარჭობ და წუის. და ვითომ ის წვილი რაღაცას აფრთხოს და უნდა ნახო იმ წვილთან ირგვლივ როგორ სამაიასზე გვავინი სუფეხებზე კიდია ის წვილი. შენი და ფეხსაცმელების საჭირო იცინოდი ეგ ამბავია ეგ წვილი. ხო აი არაფერი არ შველის რა უნამოსოები არიან. არა, მაშინისაც მე გეტყვი რა. ძაღლი, ყავს ძაღლი, ფოქსტერიერი. მაგრამ ეგ ფოქსტერიერი. ფოქსტერიერი თაგვებზე, თორე თრითინავზე არა. თრითინასაც თუ როდესმე იქიდან ჩამოვიდა. შენ არ ყავს რა ნახე? როგორ არ ამყავს კაცო? ის არის რა ქვია. ფაქტურად ციყვივით არის. ოღონ ის არის. არა, ციყვის ხელა. ოღონ კუდი აქვს, ქეციანი ციყვივით რა. ძალიან არ არის მე რა. არა, ციყვის ხელა. ვალაგებდი უცებ მაშინ არწივი უნდა დაიდგა. და ჩვენთან სოფელში ხო იცი რეებს არ ყვებიან, რომ სინდიოფალამ ეს არა. ნაცრისფერია რა. როგორ თრითინა აკრიფე და ეს ამოაგდო გაგი. სინდიოფალა აკრიფე. ეს თქვენ ჩამოყალიბდით თრითინა თუ სინდიოფალა? არ ვიცი, არის მაგარი ხალხი მსგავსი. ვერ ამოიცნო. აი იგივე გამიხსნა, ზუსტად იგივე სინდიოფალა. აი ესეთია რა. აი ესეთი რაღაცა არის. აი ეს არის, აი. ის არ არის. არ მაგარი აბა პისეცი ჩაწერე. ის სხვა რამეა. პისეც. ბებია ჩემი გვეუბნებოდა რომ სინდიოფალა ძალიან საშიშიაო, ძროხა დაკლა.
ხო, ქათმებს რაღაცებს რო იტაცებს, ვიცი, მაგრამ მე არ ამყავს ახლა არც ქათმებს. ქათმებს და რაღაცებს იტაცებს. შეიძლება თაგვები გაანადგუროს მაგან. არა. ეგენ იქ მოლაპარაკებულები არიან ორივე კარგად არის თაგვიც და ის მღნელი არის და არა თუ გაუჭირდა. არ არის მღრღნელი, კაცებელია. 5 საათში ერთხელ შივდება თურმე. ხო. 9 საათში თუ ვერ შეჭამა იბრიდება. ვინა კაცო? აი ეგ. სინდიოფალა. ო, ახე რამდენი უკითხია და ბიჭო მაგარი გამოკვლევა. გეყავს და ვერ ვიჭერ. და რა საჭმევთ ესე 5 საათში ერთხელ? მე არც არ ვაჭმევ. მანიქაში აბა იძახებს. შაბათ კვირას ხო ეთყობა მოდის ხოლმე იქ დგება და ესეთი ნამეცადინები კაცი მოვიდა ისე რა ნიგოს შიურძე ჩას. მეუნებს აი ეზოს გარეთ ერთი საგვარეულო ხივე ვნახე ინტერნეტში მაგისი დალში ყველაფერი ვნახე. ეს არის უებარი. აი ჩასხი ერთი რამიდის შენი. როცა არის ახლა კი არის იგონებს მეც გამიგია ბებია ჩემი ამბობდა ხო აბარა და ბებია ჩემი ძენი ქალი და ბებია შენი და ბებია ჩემი ერთმანეთს არ იცნობ. ანუ ეს არის სიბძნე. აი დღეს გავაკეთებ. ხო. აბიცე ხა დაიცადე არ ვიცი. ამის ხა ბზის ჩაქვის მერე კაია. ერთი სამი. ეგ ან სავსემთო ბებია ჩემი რასაც ამბობდა იმას სპეციალური პირობები უნდა. ან სავსემ თوارეს. ამ ბზის ჩასულამდე ამ ზის ჩასვლა. ან ის არაფერია. ახალ მთვარეზე. ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია. სავსემ მთვარე ან ახალი მთვარე. რამიდის შენი ორი კაკალი. ისეები იმას რო დავიჭერ, მე გადავიქცევი იმ სინდიოპალად, იმ სავსე მთვარეზე, იმს რო დავიჭერ. ო მართალს გეუბნები ხა იმ კაკალს რო გადეხავ ხო ორი ცალი გააქვს მაინც ორი ხო გაქვს. მაინც ორი გაქვს და რძეს ახლა მაინც 10 გრამს ხო არ იყიდი. ანუ ერთი ბავშვი პატარა ბავშვი ხო ყავს. ნუ იმისთვის რომ შეიძლება ეს პასტერიზირებული რძე? თუ სოიოს რძე დავუყო. არ ვიცი. აი ეხა ეგ არ ბებია ჩემს არ ვთქვია ჩვენთან სოფელში ის ჩვენი ძროხის მაგრამ იქ ხა გაბლატაებულები იქნებიან მაინც. მოდი ცადე პასტერიზებული და თუ არა დამირეკე და მეგიშოვ. გამოაგზავნის ეს ბიო მოდი ცადე ჯერ ცხიმიან. 25% როგორ გიყვარს ქართულება ყველაფრის. მოდი საჩუქრებზე გადავიდეთ. შენეგრე მაგ სინდიოპელას ვერ მოდი. არა, დავანებეთ. მოდი საჩუქრებზე გადავიდეთ. გადავიდეთ, მივიდეთ. დათო. ეს შენთვის მინდოდა რომ მეჩუქნა, მაგრამ ეხა გაგატან სინდიოპალასთან. ნიკო საათში ერთხელ ამოიღებ თვითონს ნიკო რა ხორც პროდუქტები არის ჩვენი სპონსორი და ჩვენ სტუმრებს ჩუქნის ნაირ ძეხვეულს და სოსისებს. ვერ ხედავ რაღაცა რასეთებ ყობა რასეთებს არ იყო ეთყობა დღეს არ იყო ან მე არა მომიწია ეს შენ ბაშორის აი ეს კომაგი შეგიძლია სინდიოფალასაც უკომაგო ერთად ვიქომაგებთ 7-ში კი და სინდიოფალა აი ნებლად ეს კომაგის მთელი პაკეტი გვაქვს აქ რომელიც შედგება თავსაბურავი ხუდი დავიუნოთ ხუდი თავსაბურავი ვერ გავხსენე და მაისური არა ვიღაცას რაღაცნაირად აქ დაკეტი სპეციალურად ესე იგი არ უნდა გაიხსნას რა ხანეგრი მაისური ნაირ-ნაირი წარწერებით კომაგი ისევ კომაგის ეგიდით აჰა ამას ჩაიცომ შეიძლება თვითონ გადავიდეს სინდიოფალა რომელიმე მოწინააღმდეგე გუნდის სახლში აი ასე და შეკითხვებია მთავარი და სტიკერები მაგრამ ნახე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შენი იქნება თუ რამდენიმე კითხვას პასუხს გასცემ მიდი დათო მიდი გიორგი თუ არა და შემდეგ რომ მოხვალ მოემზადები. ეხა გიორგი დასო შეკითხვას. ვა თუ ბიოლოგიიდან და სინდიოფალაზია და ჩვენ ვიტყვით ჩვენ ვერსიებს. შენ შეგიძლია რომელიმეს დაეთანხმო. ან თუნდაც შენი ვერსია. ოკეი. თუ დაეთანხმე ბოთეს აქედან რაღაცა ამოაკლდე. აჰა. და თუ დაეთანხმე მაგ სწორი გამოდგა შეინარჩუნე. ანუ არ ემატება. ემატება და ის აბა რატო აკლდება მაშინ თუ არ ემატება? მოდი ერთ წამ თავიდანვე ამოვაკლოთ. თუ სწორს ორი შეკითხვა გამიმატებთ. ესე ხო უფრო სამართლიანია. კარგი გამოუშვი კარგი
კერძზე არის შეკითხვა. კარგია. ჯერ მითხარ ვინმე მხარ იცით აღმო ზემო შუა გერმანული კერძი ზემო შუა გერმანული ენა ხო არ იცით ვინმე? ენა კერძი? ენა. არა, ენა ხო შეიძლება არა ენა სალაპარაკოა. არ ვიცი ზემო შუა არა ქვემო შუა კი არის ახალი იყო ძველი და შუა. ხო. არის ზემო გერმანული, ქვემო გერმანული. ეს არის ზემო შუა გერმანული ენა. რომელზეც ბოდიში ესეთი რაღაცები რო ილაპარაკა, ეს კომპენსაციისთვის და მორალური ზიანი. ამის მოსმენა რომ ეც მჭირდება ერთი წელი ამ კერძის სახელი ზემო გერმანული შუა ენიდან მოდის ხო. და ნიშნავს მოჭრილ ნაჭერს ან მოკბეჭილ ნაჭერს. მოჭრილ ან მოკბეჭილს. ამ შენც არის ნაჭერს ქვია ამ კერძის სახელი. ცნობილი ის არის გამოიცანით კერძის სახელი. ეს არის კითხვა? დიახ. მოჭრილი ან მოკბეჭილი? მოკბეჭილი. ბიფშტექსი ბიფშტექსი. არ არის ვერსია. კი, კარგი ვერსიაა. ბიფ ინგლისური ხორცი მაგრამ ვაფშე არაფერი არ მქონდა და ეს ბიფშტექსი სულ არაფერს. მოჭრილი ან მოკბეჭილი? ხო. შეწუხდა მოჭრილი შეიძლება იყოს? ან მოკბეჭილიც. აი არაფერს არ აძლევს და მაკი ატყია ხო არ არის მოკბეჭილი? გერმანული სახელის გავს და ეგეთ კერძები გაიხსენეთ. მაგას ვიხსენებ. კოტლეტი. ხო მეც ეგ კოტლეტი. ფრანგული არ არის უფრო ხო. კოტლეტი ფრანგული. ზურგის რაღაცა. ერთი ბრატვუსტი. მეორე ის დამოვიწყო უმი ფარში რო ადევს. ტარტარი? არა. ტარტარი. უმი ღორის ფარში ყურზე ხახვით ეგ დამოვიწყო მაგის სახელი. გომის უმი ფარში საქონლის ფარში არის ტარტარი. არა, ხო და ეს არა გერმანელების. დაღონებული სახეა. კაი არ ვიცით გითხრა მოიცა რამე მინიშნება მოგოცი კაცო. კერძის სახელია გერმანული და? ერადობის ეს კერძი ჩვენთვის ყოველთვის ცნობილია ყველას. რიჩი შნიცელი ავსტრიული არის. ხო კი ვიცი და ბატონო. შნიცელი. ავსტრიულია. ავსტრიები და გერმანია ეს სიგადი. ზემო გერმანელი. შნიცელი. 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 ბრატვუსტი იყოს ერთი. არ გინდა ბრაკურსტი. არ გინდა ეგ არ ეცელებოდა ამას. სწორი პასუხი თქვა? სწორი პასუხია შნიცელი. თქვენ რა გიხარდა, თუ გაგეხარდათ შენ და იმა? იმიტომ რომ გამოვიწა. კიდე ერთ სიტყვი? არა. მომენტი გადავდო ეს შენია და გენახება ვა, შნიცელი რა მაგარი იყო. ანუ ეგ არის მოკბეჭილი ხორცი? ხილი უფრო. ხილი? მოკბეჭილი ან მოჭრილი. და მეორე საჩუქარიც გვაქვს გვეჭი ნაჭერი. დათო დათო ჩვენი სპონსორი არის ელიტი და ონორი. და ონორის ორი პროდუქტია შენთვის. ერთი არის უსადენო ყურსასმენი. მიკროფონზე არ მიიდო ეს ბოცორე რო ხარ ერთი არის უსადენო ყურსასმენი. შემიძლია გაჩვენო როგორია უსადენო. მაგარი ხებოდა ვას. არა იცი რა უნდა გააკეთო უსადენოზე უსადენოში. ისე რა ფოკუს რო აკეთებ რომ არაფერი არ არის არა სადენები არა და ჭკვიანი საათი. ის იმიტომ გავხსენ რომ იქ რო ნახე რომ უსადენო იყო, აქაც მენდობი რომ ჭკვიანი. იმიტომ რომ ჭკვიანს ვერ ნახავს ეს ნახე უფრო მსუბუქია და თხელი და რაღაცა უფრო ნაზი. სინდიოფალური სიფრიფანა. კი კი ეს ამითი სინდიოფალას თავისუფლად ჩამოიტყუე. მინიმუმ პულს გაუზომავ. კი კი დადე ცოტა ხანი და შეიძლება ის აღარ დაგჭირდეს ხელზე რო გაიკეთებს, მე უკვე ამას აქვს ფუნქცია მოძებნე საათი და იმითი უკვე თავისუფლად. ხედავ შენ სად გათვალე. სინდიოფალას. თუ კივილი დაიწყო ეს უსადენო გაიკეთებ ხმა ათაშორის აი ამ ჩანთასაც გატანთ. მადლობა დიდი. ჩათასაც გატანდი რომ დაიჭერ სინდიოფალას ამაში ჩასვა. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ მადლობა, ასევე ახალ პროექტებზე ობიექტებზე და ასე შემდეგ დეკემბერში საბურთალოზეც დაგვემატება ერთი ფილიალი. მანდვე ვართ
და ყველას გელოდებით. აუცილებლად. მოვალთ, გაუსინჯავთ. მე იქ ვიქნები სულ იქიდან ეჭვიც არ ვიყარებ. მე ეჭვიც არ ვიყარებ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია, გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ვიწყებთ შემდეგ რუბრიკას დაბრუნდა თამაში თბილისიდან ბათუმამდე და ჩვენი მაგით აელვარდა ახალი ფერებით. ვა, როგორი კარგი შესაძლებელი. თამაშის სპონსორია ევროკრედიტი, განავითარე შენი ბიზნესი ევროკრედიტთან ერთად. შეგიძლია იყო ბიზნეს ევროკრედიტი. დღეს რახან ევროკრედიტი უფრო შორს ფარავს თავის მომხმარებელს ვიდრე თელავი და ბათუმი, ამიტომ ლაგოდეხიდან დავიწყებთ. და შეგვიძლია ჩავიდეთ ბათუმად. ბათუმი შეიძლება ბათუმი აქ არის, აი ეს ერთ ცოტა რომ ჩავწერო, სარფის ადგილი დაუტოვო, შეიძლება. შეგიძლია. ანუ თამაშია ლაგოდეხიდან ბათუმამდე. ლაგოდეხიდან ბათუმამდე. წესები იგივეა, იწყებთ ლაგოდეხიდან ყველანი, იმის მიხედვით რამეს გააგორებთ, გადახტებით და იქ გამოატრიალებთ და წერია იმ ადგილას როგორ უნდა მოიქცეთ. ზეთუ შენ რომელი მანქანა მოგწონს? მე 2 ნომერია ჩემი. კაი. დანომრილია მანქანები. ხო, რატო არის 2 ნომერი შენ? რომელიც კიდე ის თქვენ ყველა მაიღეთ. ხო, მაშინ შენი პირველი გამოდის. თქვენ ყველა მაიღეთ და რომელიც დარჩება იმას მე დავიღე. ჩანელიძე იყოს პირველი, იქვე არის და დაიწყოს. პირველი, მეორე, მაშინ მეოთხე. სამი უფრო კარგი ნომერია. მე გამიმართა, მოვიგე. მე დავიწყო? დაიწყე, ხო, მიდი, შენ დაიწყე. მიდი, კამათელო ბიჭო. ყველას თავის კამათელი. ხო, ერთი. ერთ. თელავში ხარ. ეს არის პირველი. პირველი ეს არის. მიდი. უნდა მოიგონო ანეკდოტი მიხოზე და მარუზე. მიდი, რა კარგია. ანეკდოტის მომგონები. მიდი თან მაგამაც ძალიან უყვარს ანეკდოტები. მიდი. მარო მოდის სახში და მიხოს ეუნება მიტომ მითხრა პარალელეპიპედიო და რას ნიშნავს ხო არ იცი და მაგას ნახე რა უქნა მაგ სიტყვის გამო ისე მიხო ანეკდოტია თუ გეომეტრის სახელმძღვანელო. რა მაინტერესებს ამ თამაში როგორ არის? ანეკდოტი რო გონია და დებილობას ყვება, ეგ ეთვლება. ნუ თვითონ თუ ანეკდოტი გონია და ვერაფერს ვერ გამოსწყვებს ყვას. იმიტომ შეუძლია უარესი მოყვეს. ამით ამ ანეკდოტით იცხოვროს მაშინ. აუ რა მაგარი ანეკდოტი მოიგონე. პირველი ნაკლებად ვულგარული ანეკდოტი მიხოზე და მაროზე. კაი, ეხლა მე ვარ. და არა ვულგარული გავაკეთე. 2 ნომერი. შენ თელავში ხარ. აჰა, შეგელოდებით. ბაზართან დადექი. აუ, იქოვე და 3. 1 2 3. მანავი. 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 შემოგთავაზე ლეგენდა როგორ დაარსდა მანავი. რატო ქვია მანავი? ლეგენდა შეიძლება ისე მიხოს და მაროს ბაზაზე რო არის. ერთხელ და უკვე კარგად იწევ. ქართველი მეფე რომელი ერთ-ერთი უცნობი ქართველი ბესიკ მეოთხე მიდიოდა სანადიროთ. ოღონდ ეს ბესიკ მეოთხე იყო თლიფინა. ბესიკ თლიფინად წოდება. ხო, ზოგიერთ წყაროში ეგრეც მოიხსენებენ. ბესიკ მეორე თლიფინა. მეოთხე თლიფინა. ხო, და ის უჭირდა რა რაღაც სასუების წარმოთქმა. ხო, მაგიტო იყო ხო და ირემი გაიჭრა დღეში და მეფემ შვილდია სროლა გაარტყა და გაუშვა ვეზირი რომ მოიტანეო და ვეზირმა ვერ ნახა რა ეს ირემი ხო და სადარიო მეფეო და მანავი ან მანდარი ვერ მანდარი. ხო. მე კიდე სულ სხვანაირად წარმომედგინა. არა ეს ნაღდი არის ეს წერია ეს თლიფინზე უარესი. ეგ მოიცი შენ თუ მოგიწევს მე მოგხნევი შენ შეიძლება მანდვე მოგიწევ. ხო და ასე დაარსდა მანავი. კი. მოდი აი კიდოს ჩემი სათვალე. მეც ესე ვიცოდი.
მიდი ახლა შენ მიხოზე და მაროზე მოიქო. მიხოზე და მაროზე მოუწია იმასაც. ესე იგი კაკაბასია. სასაცილო უნდა იყოს. არა, ხო ხედავ, არა. არა, აუცილებელი. პრაქტიკა მაჩვენა. ყველაფერი ფარდობითიაო, თქვა აინშტაინმა და როგორი როსასაცილო იყო. მიხო და მარო რა, ხალისოდ დაიწყო. არანაირი იუმორი ამაში არ იქნება. მიხო და მიხო და მარო იუწყე. მიდიან სკოლაში. კლასელები არის. კლასელები არის. პატარები არის. ბავშვები რა. 1 ანუ სექტემბერია. ბავშვებიდან უყვართ ერთმანეთი. საერთოდ არ ძულთ ეს სხვა პერსონაჟი იმ სტერეოტიპებიდან გამოვდივარ. კაი გამოდი. და მიხოეუნება რომ მაროეუნება რომ პარალელეპიპედი რა არის. არა, გეომეტრიაში რა გვაქვს და იგივე. ან გამორჩატი. და მიხოეუნება რამე ხორგეშება ეგო სხვა ანეკდოტიდან არის. აი ესე კარგი ხარ. კარგი, შენც კარგი ხარ. შენთან ძალიან ახლოს ყოფნა არის. გუჩის აქეთ ამ ხარეს დააყენე ჩემი. ჩემი ჯერია? ხო. აუ, იმან. ანეკდოტი მიხოზე და მაროზე. მარო მოკვდება. ეს იყო ესე იწება. იმა ხო ეხანდელ დროში დაიწყო. შენ ბავშვობაში. მე მამავლის. მე ჩემი იყო პრიკველი ანეკდოტი. და რა მეჩველებაო მიხოდი. სასირის რა მეჩველებაო. მიხოდა მოდის მიტო. და იჯეკი ეხა და პარალელები პედიცა. ესე ხო არ ჯობია. მოკვდა მარო კვდება ხო ეგრე იწყება. მოდის მე კუბოვი. როგორი კუბო? გოგინა და პარალელეპედის ფორმას. და მიხოეუნება პარალელეპედი არ გამახსენს და რანაირი ფორმისაც გინდა. არ პირი, როგორი კუბო გინდათ. პარალელეპედი იყოს და მასალას მნიშვნელობა არა. კარგია. კარგია. მაგარი ანეკდოტები დაიყარა. 2. ვაი, მაგრამ იგი მანავში. შენ პირველი ხარ. 1-2. მიდი მანავი. როგორ დაარსდა მანავი? მანავი. ჩემთან მეფე არ ფიგურირებს. თავისთავად. ხო. ცეცხლს ხო რომ მოიფიქროს. არა, დამთავრება ფიგურირებს ხელმწიფე. დამთავრება მოფიქრებული ვარ დაწყებას ვერა ბაუ. როგორ მივიყვანო იქ, მოიცა? დაბადების დღე აქვს ბავშვს. იქაურს. ჯერ სახელი არ ქვია იქაურობას რა. ხო. ხო და მამამისი სიმთვრალეში დაპირდა. რომ დაბადების დღე რო იქნებაო ნავს გაჭუქება. ხო და მითვრალი რო იყო დავიწყდა და ბავშვმა შეახსნა. მიუტა და სხვა რამეს ასაჭუქრა და ბავშვმა კითხა მანავიო და მპირდიო და მანავიო და ესე დაერქვა მანა. ეგეც კარგია. მიდი იყო. 5. ო, გამოვიდა. 1 2 3 4 5 საგურამო საცხობთან საცხობთან საცობი ამიტომ 1 გაგორებას დავეთ. იქ საგურამო საცობია. ხო. და მე ვაგორებ. ანუ შემდეგ გაგორებას 1 წელს თო. ხო. 3 2 2 მანავში ხარ შენ. როგორ დაარსდა მანავი? მანავი მანავი. არა სიაბონა. მეც ნავზე მქონდა, მაგრამ ცოტა სხვანაირად ვიცოდი. ადრე ესაც ცოდი არა ის.
ადრე ეს ადგილი ზღვის პირას იყო რა. მანავი? ადრე ხო. ეს ტერიტორია ზღვას ჰქონდა დაფარული. იყო ეგეთი ხო და ეს ადგილი სახელი არ ჰქონდა, მაგრამ პორტი კი იყო. სახელი არ ჰქონდა. ხო. და ერთხელ გადაწყვიტეს ხელმწიფემ მაგარი დაევას რა მაგარი პერსონაჟები შემოყვა. ანზორ მეორე ჩემი იყო ბესიკ მეოთხე ხო რომ მოდიოთ თავს დავერცხათ საბერძნეთსო და საბერძნეთამდე შორიაო ხო იმან უთხრა ვეზირმა ხო ამათა სერგო ვეზირი სერგო ბრძენი სერგო შორიაო ფეხით ვერ ჩავალთ ამათა ნავით ჩავიდეთო გრეტა ტუნბერგი თუ დადისო ნავითო ჩვენ რა დავერცხავთ და შეყარეს ეს ლაშქარი მივიდნენ სად არის ნავი? არ არის ნავი. და მოდიოთ სურვით წავიდეთ. ო, რამ ხელა ისტორია. ბიჭო რა ანზორმა თქვა. მართალს ანზორმა თქვა და ისევნება ვეზირი. ანზორ მეორე. ხო, ანზორ. ვეზირიოვნება ბრძენი. სერგო. ხო. აბო, ნავებით არ უნდა წავსულიყავითო და იქაურ კინოს ეს ჟღერს მანავი. ნათელია. როგორ? ნათელია. დაინახა ისტორია დაინახა. მანავითო ესე თქვა. ხო, მე თო ჩამოშორდა რაღაც მანძილზე. ხო, და არჩა მანავი. ხო, მანავი და ზღვამაც დაიხია. ამასობაში. ზღვამაც დაიხია. ზღვასაც არ ესია მონა ეს ამბავი და ძალიან ლამაზია. ჩემი ჯერი. ხო. არ გავამახვილებ ყურა. აუ შენც თუ ეს გააგრო ორიანი. ერთი წინანდალი. ვაუ. ეხა გეტყვი. უნდა მოიგონო ლექსი კახეთს. ნიკოზე და მაროზი. ალამაზია კახეთი არის ეგეთი, ხო? ხო, კი. რა უშნოა კახეთი არ არის, მაგრამ მეც რა მე არ გირჩევდი. ვაჰ, ლექსებში და ასეთი გაზეთი. ვლახეთი. კი. გინდა რომ მოვიარე ვლახეთი, მაგრამ ჯობია კახეთი. გაზეთი რა ლამაზია კახეთი. არა, ეგრე ალამაზია თეატრში გადავშალე კახეთი სტატია, გადავშალე გაზეთი, სტატია იყო კახეთი. აჰა. ეს რა ვნახე, ასეთი. ღირდა სამი მანეთი. კი ბატონო. ლექსი თუ გინდა ეგ არის. აი მანავის ისტორიას აღარ ჯობდა ეს. ბიჭო, მე ხა სილამაზის გულს კი არ მომიგონია. რაც ნაღდია. ეხა მე ვაგორებ. მე ვარ მანავში. კი. ერთი. ერთი. ბიჭო, მე ძალიან საწოდავად. ლილო. ყველაფერი გავიარე. ესე იგი. ეს უნდა გეცვას შემდეგ გაჩერებამდე. რა? რაღაცა ლილოს საქონელი ალბათ. რამე დებილობა მოუტანე? აი ყველაზე დებილობა. ბერლინში რაც ეცვა ის არ გამოუტანო, ის არის ბერლინი და ეს არის ლილო, რაღაცა განსხვავება ხონდა იყოს. როგორი მოხურული. ხელები გაუყარე. სია იყოს კაცო არ არის რომ. არა, ესეც ხდება. ეს იმას მირჩევნი, ლილოს ჩანთარო არ მომწეს. არ უნდა გეცვას. მიდი ჯანი. ისა იყო. იყოს იყო ტოვებს ისა. საბურამოში არის. ერთი. აუ, ძალიან საწოდავად მივდივარ. გამომართვი. ვარა, მაგრა გადააბარა. ეს უნდა მეცვას თუ მეხუროს. ეხუროს, მოდი არ გამიცივდე. არა, ხო. მაშინ სხვა რაღაცა მომიტანეთ მე. ჩემს ზომა. ეს ვერ მოვიშორე. ეს თან კაი ეს. მოდი მე მეხურე. რატო უყრი ამ ხელს? აი ისედაც არ ახარ მოქნილი ადამიანი. მე 6 საათი უნდა გაიხადო. აჰა. ისეთი ზმანია რომ ფარდების უნდა ყიდდეს. თამადას ზმანია. დავაი. კაცია ეს მიშლის შენიანი და იმიტომ არის ეს. კარგად უნდა გავაგორო რა. 3. 3. შენ ხარ 4 ხო? ხო. 1 2 3. თავისუფლების მოედანი. თავისუფლების მოედანზე რა ხდება? უნდა შეასრულო ლეზგინკა.
თავისუფლების მეიდანზე რეგული. ხო. და მიდი. იმღერე. ტარამ ტარამ ტარამ. კარგია. იქ ხო იცი არ მთავრდება ხოლმე. დღეც ეყოვენ ვიღაცები. მიდი ჯანელ შენ ხარ. მაგარ სასტავში ვზივარ მე. ოღონდ ერთიანი არ გამაგორებინა. ხუთი ვახ. რა გითხარი? შეგიძლია გაიხადო ჯანელ. 1 2 3 4 5 შორაპანი. შემოგთავაზე ლეგენდა როგორ დაარსდა შორაპანი. ვახ. გმადლობთ. უღრმესი პატივისცემით. შორაპანი? ხო. მე ვარ ახლა ყველაზე ბოლოს ერთ თავადს. ხო. ყავდა ულამაზესი პრანჭია ბავშვი. ოღონდ ძალიან პატარა იყო. ასული. ჯერ სამეთყველო აპარატი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ჰქონდა. ხო და აქ შორაპანში ბაზრობა იმართებოდა ხოლმე 4 შაბათობით. და ეს თავადი და დედამისი არ დადიოდნენ, თავადი იყო და მოურავს უშვებდნენ ხოლმე და მოურავი რომ მიდიოდა ბავშვს კითხა მაინც რამე ხო არ გინდა წამოგიყო და იმან უთხრა სარაფანი უნდოდა სორაპანი წამომიღე სორაპანიო და სასტიკი იყო მაშინ ბავშვობა ქონდა ყველას და დასწინეს ამ ბავშვს და შორაპანი და დაერქვა შორაპანი ეგ ის ადგილი არ არის იმ ბავშვმა რომ შორაპანი თქვა და ეს ხო. მიდი იყო გამოტოვებული და 6 ჩავიდა ეს ბათუმში 1 2 3 4 5 და 6 ქობულეთი თქვენ აიკიდეთ ენტერო ვირუსი და გამოტოვეთ შემდეგი გამეო. აკაც ენტერო ვირუსი ავიკიდე ნახდი, აი თუ არ რაღაცა თუ არ გააგო მაგარი კაცი ახლა ორი შენ რომელი ხარ ლილო. 1 2 დივომი თქვენ მოგდით საავადმყოფოში ამობთ რომ სოფელში წამიყვანეთ იქ კარგად გავხდებია ეს აიძახო და ამიტომ ბრუნდება მანავში ხო დაი ბიჭი ხარ ეს ისე უნდა მესო. თუ გინდა გაიხადე საავადმყოფოში ვარ ხალხი. თუ ის ჩავიცვა ლურჯი. არა გაიხადე ლილო წინ გაკ შეიძლება ჩაიწვა იქით მე ჩაგავაგორო ხო ერთი რომ გააგორო მაგარ ჩაიცვა შორს არ გაქვს მე გავაგორო 5 მოი გამოუშვი აქეთ თავისუფლების ცეკვავდა ხო 1 2 3 4 ზესტაფონი ვა ზესტაფონი მიდი შემდეგ გაგორებამდე ცხვირზე ხელი გაქვს მოჭერილი და ცდილობ არის უთქო. რატო იმიტომ ზესტაფონშია ფეროა იქ რაღაცა გამონაბოლქვია. დროზაკენი მაგას ხალათის ჩაც მარჯობდა 5. მე ვარ შორაპანი 1 2 3 4 5 ქობულეთი. შენ ცენტერო ვირუსი. ამან გამოტოვა და შენახა მიდი დროზე 5 საგურამო ის საცობშია ის საცობში და ტოვებ მიდი ეხა ერთი უნდა გავაგორო ბევრი რო გავაგორო ბევრი რომ მოიგე არა შენ უკან ახარ კაცო შენ იმაში ხარ 4 4 1 2 3 და 4 ქობულეთი საცობია ეს მოვიხსენ შენ ცენტრო ვირუსი გაქვს ხო ყველა ვტოვებ შენ ხო ტოვებ. შენ ტოვებ შენ შენ ტოვებ? ტოვებ ხო, გამოტოვე. თუ გამოტოვე მაშინ აღარ ტოვებ ხო გამოვტოვეთ კი გამოტოვე შენ გამოვტოვე კაცო ორი ეხა გააგორე ხო მაშინ მე ვარ ხო და მე ვარ იმაში რაში ჩასული ქობულეთში ქობულეთში მაგრამ ის ეხლა ის ეხა ტოვებს და შენ არ ტოვებ ხო გააგო მაშინ ამან მოიგო რა უნდა გააგოროს იქ ანუ მე ვინ გავაგო ადგილი ეგა შეიძლება ხო კონდეს 5. ეს ჩაიწვა. გადავიდა ჩაიწვა. არა ორი ნომერი. გადავიდა ამან მოიგო ჩაიწვა ბათუმი რამე ხორწერია მან არაფერი ჩაიწვა არა ის არის მოვიგე ხო, ეხლა მეორე ადგილზე ვინ გავა?
2 შენ ვერ გახვ. ზესტაფონი შენი დედა მე ვარ, მე გამოვტოვე და შენ ხარ. 4 მეც ავანთა, მეორეზე მე გავედი. და ეს სამეზე ის გავედი. ეხლა ამის გაგორება. ხო უნდა მოიხსნა ჩემი გაგორებაა ეხლა? არა, მას ხურზე ხელი ეკიდა. 2. 1-2 ფოთში ნახე აღარ ახსება. უნდა გადაფრინდეთ უკან ნატახში რა უნდა გავაგორო ეხლა მე? ვერ მოვიგო. 3. ოპა! ლაბაძე ბათუმშია დასავლეთშიც ვერ. აი ესე რომ გავაგოროს იაგანი უნდა გააგოროს. 9 1 2 3 4 5 6 7 ცოტა ვერ გავა. მე-4 ადგილზე ცოტა დააკლდა. ვაჰ, იკო პირველ ადგილზე ჯანელა მეორეზე მე მესამეზე და მაჩანჩალა მეოთხე. მორჩა გილოცა ვიკო. მადლობა. მეც მომილოცე რა მესამე საპრინცო. მე არ მომიოცე რა ძალიან კი, ბრინჯაოს მედალი. მაყურებელს ვთქვათ რომ ევრო კრედიტი იწყებს ახალ პროექტს ევრომობილი. იulis საქართველოს ქალაქებში და აი ნახე მე მაგის ვიზუალიზაციას გავაკეთე. აი მოვიდა შენთან ბიჭო დასავლეთში. ბიზნეს სესხი თვითონ მოვა თქვენთან. მოიცადე მოვიდეს ბიზნეს ესხი? ბიზნეს და ავტო ავტოს ესხიც გამოუშვა? ბიზნეს და ავტოს ის ბიზნესები იყო რიცხვი. ეხა ავტო გავუშვი აჰა, მოვიდა. და ესეც მეორე ავტო არა ეხა ესე უნდა დამთავრდეს. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირის ნახვამდის. აღმოჩნდა რომ ესე ვერ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ბოლო selfies placement-ი და განსაკუთრებული რომ გამოვიდეს ბოლო selfies placement-ი და ეს არის ხოლმე selfie რომელსაც ვიღებთ. გადავწყვიტეთ რომ გადავიღოთ მთელ სტაფთან ერთად selfie და კაცები და კაცების მთელი სტაფი. მოდით, შემოგე, ნინუ, შემოდი. ჯაფარ, ვახო, მოდი. გოგი შენ შემოდი რა მორჩილა შემოდი. აფი არის ის სად მოვიდა. ვახო გამოჩნდა. ეხლა გამოჩნდა. მაგრამ არ არის ლამაზად. ვიღაც არქებს მიკეთებს. კარგია თვითონ არ ჩანს აჰა.